პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი და ჩვენი ვერ შევდიოდით. სანამ ამას გააკეთებდა ამისათვის საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფი ოკუპანტის სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის უნდა ეცნობებინა წინასწარ ამის შესახებ. რამდენი ახალი საგუშაგო და ეს საოკუპაციო ხაზი გადმოუწევია თქვენ გონიათ ვინმე ჩვენ რამეს გვატყობინებდა? ამ პერიოდში რომელსაც თქვენ ახლა ამბობთ მანამდე რა ხდებოდა? მანამდე სეპარატისტული ძალები მაგ დღეში საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ. აი ეს ხდებოდა. აჩერებდნენ, ეუბნებოდნენ აქ ნუ შემოდიხარ. შესაბამისად კი არ დააკავეს, არამედ შეაჩერეს, იყო შეიარაღებული, გასაგებია მონადირე შეიარაღებულია, ჩამოართვეს. როგორ ფიქრობ? ვინ შეაჩერა? მეორე მხარემ, ტრულმა მხარემ. სად მოხდა? ბატონო? რომელ ვის ტერიტორიაზე მოხდა? სად მოხდა ეს? ჩვენს ტერიტორიაზე. ესე იგი საქართველოს მოქალაქეებს შეიარაღებული ოკუპაციის ძალების წარმომადგენლები აჩერებდნენ აჩერებდნენ და არა აკავებდნენ. გადაუჩით, რო არ მოკლეს, მადლობა უნდა უთხრათ. ხო, როგორც გინტურია რა? თქვით რომ აკავებდნენო და აღმოჩნდა რომ კი არა აკავებდნენ. შეაჩერეს, განაიარაღეს და გამოუშვეს უკან. სამართლე შეაჩერეს და განაიარაღეს. ამას მეუბნებთ. მოდით სპეკულაცია ტერიტორიაზე ვიღაცები, სეპარატისტები შეიარაღებული მოქალაქეს აჩერებენ, განაიარაღეს, გამოუშვეს და ეს ნორმალურია.